დღეს ხურტკმელზე მინდა მოგითხრო და შენი ჯანმრთელობისთვის ტრადიციისამებრ რეცეპტები შემოგთავაზო. ეს მცენარე სხვადასხვა ფერის კენკრას ისხამს, მაგრამ მათ შორის არ მოიძებნება არასასარგებლო ფერი. ყველა მათგანი სავსეა საკვები ნივთიერებებით, კერძოდ A, B, C და E ვიტამინებით, კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით, მანგანუმითა და რკინით. ხურტკმელი, იგივე კინტრიჟა, მსოფლიოში ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მას იყენებენ ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, სისხლის გასაწმენდად, საფაღარათოდ, შარდ და ნაღველნდენ საშუალებად. განსაკუთრებით პოპულარულია ის ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგო ეფექტის გამო. ხურტკმელს ხშირად მიირთმევენ ჭარბი წონის დასაკლებად. გასუქების საწინააღმდეგოდ შავი ხურტკმელის საიდუმლო ამ კენკრის შემადგენლობაში ჭარბად არსებული ბუნებრივი მცენარეული ნაერთები, ანთოციანინებია. ეს ნაერთები ორგანიზმს ცხიმის ენერგიად გარდაქმნას აიძულებს, რის შედეგადაც ადამიანი წონაში იკლებს. ხურტკმელი ანთოციანინის 500-ზე მეტ სახეობას შეიცავს, რის გამოც ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ცხიმებისთვის პროცესს აჩქარებს. ამ საკითხზე ექსპერიმენტიც ჩაატარეს, სადაც ნახევარსაათიანი სწრაფი სიარულის წინ ქალებს ხურტკმელის ნაყენს აძლევდნენ. შედეგი მართლაც საოცარი აღმოჩნდა. განსაკუთრებით შესამჩნევი ეფექტი მუცლის მიდამოებში დაფიქსირდა, სადაც ცხიმის მოცულობა ლამის 65%-ით შემცირდა. მამაკაცებზეც ჩატარდა იგივე ექსპერიმენტი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხურტკმელი ქალის ცხიმოვან უჯრედებზე უფრო ეფექტურად მოქმედებს. მამაკაცებმა, რომლებიც იმავე რეჟიმს იცავდნენ, წონაში დაიკლეს, მაგრამ შედარებით ნაკლები შედეგი აჩვენეს. ხურტკმელი წონის გარდა მაღალწნევის წინააღმდეგაც ეფექტური საშუალებაა. იმავდროულად ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ. ის სისხლს ტოქსინებისგან ასუფთავებს და ქოლესტერინს ამცირებს. ხურტკმელი ორგანიზმში საფაღარათო ეფექტს ქმნის, რაც ნაწლავების ფუნქციონირებას აუმჯობესებს. გარდა ამისა, ის შესანიშნავი შარდმდენია, მაგრამ განსაკუთრებულად ეფექტურია ის ნაღვლის ბუშტის გასაწმენდად. ხურტკმელის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება არის იმავნე ნივთიერებების განადგურება, რომლებიც კიბოს უჯრედების წინააღმდეგ გამოყენებული ნარკოტიკული წამლებისგან გამოიყოფა. ეს კენკრა ეფექტურია მენსტრუაციის და გაჭიანურებული მენოპაუზის სისხლდენის დროსაც. ძალიან სასარგებლოა ხურტკმელის ფოთლის ჩაიც. მას სასიამოვნო არომატი აქვს და ამასთან ეფექტურია ანთებითი რევმატიზმის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ხერხემლის ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ. წელიწადში სამკვირიანი კურსი ყოველდღიურად მწვანე ხურტკმელის ნაყოფის და მისი ფოთლების ჩაის მირთმევით ორგანიზმს მთელი წლის სამყოფად მოაძლიერებს. საოცარი ეფექტი აქვს ხურტკმელას თავის ტკივილებზე. როგორც კი ტკივილი დაგეწყება, თუ მას მიირთმევ, ტკივილი გადაგივლის, აი ხურტკმელის სარგებლის მოკლე ჩამონათვალი. ამაგრებს სისხლძარღვებს, რითაც აუმჯობესებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რეგულარული მიღების შემთხვევაში ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ვენური და გულის უკმარისობა. ამცირებს სისხლჩაქცევების რისკს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონაში კლებას. ფსიქიკური გადაღლილობის შემდეგ აუმჯობესებს ემოციურ ფონს და აღადგენს ორგანიზმს. აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნაღვლის გამომუშავებასა და გადინებას. აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. არეგულირებს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს. აფერხებს დაბერების პროცესს და გამოახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. ხურტკმელი შაქრიანი დიაბეტის განვითარებას ხელს უშლის და სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. გოგირდისა და C ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ის ძალიან სასარგებლოა კანისთვის. მასში შემავალი მანგანუმის გამო ხურტკმელის მირთმევის შედეგად მცირდება მყესების დაზიანების, მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების რისკი. ხურტკმელს მსუბუქი გამხსნელი, ნაღვლის და შარდმდენი მოქმედება ახასიათებს, ამიტომ ის რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმელების, შარდის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებები აქვთ. ამ მცენარეს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდეგო და ზოგადად ორგანიზმის გამაძლიერებელი მოქმედება ახასიათებს. ხურტკმელის წვენი, თაფლთან ერთად სასარგებლოა სისხლნაკლებობის, განზე გამონაყრის, სისხლჩაქცევების დროს. წვენის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების, სმარილების გამოდევნას და ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც რადიაციული დასხივება მიიღო, ის ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოყვანაში ეხმარება, ხოლო 1:2 პროპორციით წყალში გახსნილი ხურტკმელის წვენი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობს ხელს.
ხურტკმელი, როგორც ცოცხალი, ისე ნაყენის სახით გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის, ორგანიზმში რკინის, ფოსფორის, სპილენძის ნაკლებობისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, მაგალითად, სიმსუქნე ქრონიკული შეკრულობის, გასტროენტეროკოლიტების, სისხლდენის დროს. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, ხურტკმელის მწიფე ნაყოფი დიდი რაოდენობით სეროტონინს შეიცავს. ამ უკანასკნელს კი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. მცირედით მინდა ინდურ ხურტკმელსაც, ანუ ამლას შევეხო. მიუხედავად სახელისა ის სხვა მცენარეა, მაგრამ თუ ხელს ჩაგივარდა გაგმართლებია, ის გაცილებით ძლიერი საშუალებაა და მისცეც ინდურ მარკეტებში შეიძენ. ეხლა კი რეცეპტების დრო დადგა. ხურტკმელის ნაყენი სანაულე გზების გასაწმენდად და ანთების დასაამებლად. მომინანქრებულ ქვაბში ერთი ჩაის ჩიქა მდუღარე წყალი და ერთი სუფრის კოვზი ხურტკმელის ნაყოფი ადუღებამდე მიიყვანე, თავი დააფარე და ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში ხარშე. გადაწურე და დღეში 4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 50 მილილიტრი მიიღე. თმის წვენის საწინააღმდეგო სავლები. ხურტკმელის ნახარში თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ის ხელს უწყობს დატენიანებას და სკალპის ჯანმრთელობას. ერთი მუჭა ხურტკმელა 2 ჩიქა წყალში 10 წუთის განმავლობაში ხარშე. გააგრილე, გაწურე და შამპუნით დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლე. ხურტკმელის ზეთი სკალპისა და თმისთვის. თავის კანს ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით უზრუნველყოფს. მის გასაკეთებლად 10 ცალი ხურტკმელი დაჭერი და დაბალ ცეცხლზე 200 მლ ქოქოსის ეთში 30 წუთის განმავლობაში გააჩერე. გააგრილე და გადაწურე. მცირე რაოდენობა ამოიღე და სკალპში ნაზად შეიზილე. 1 საათის განმავლობაში დაიტოვე. შემდეგ ჩამოიბანე. თუ მგრძნობიარე კანი გაქვს, ყოველთვის ჯობს წინასწარ მაჯისში და მხარეს ტესტი ჩაიტარო. თვალებს და ჭრილობას ნუ გააკარებ. ხურტკმელის სახის ნიღაბი. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და კანის დატენიანებას. აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი. ზრდის პროკოლაგენს, კანის წინამორბედს კოლაგენში. მისი C ვიტამინი დაბერების ნიშნების, მაგალითად ჰიპერპიგმენტაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარება. 1 სუფრის კოვზი მაწონი, 5-6 ცალი დაჭყლეტილი ხურტკმელი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და სურვილისამებრ 1 კაფსულა E ვიტამინი კარგად აურიე და გასუფთავებულ კანზე 20 წუთით დაიდე. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანე. კვირაში 2-ჯერ გაიმეორე. გაითვალისწინე, ეს რეცეპტი საღამოს ძილის წინ უნდა გააკეთო და მზეზე აღარ უნდა გახვიდე. თუ მგრძნობიარე კანი გაქვს, ყოველთვის ჯობს წინასწარ მაჯისში და მხარეს ტესტი ჩაიტარო. თვალებს და ჭრილობას ნუ გააკარებ. ხურტკმელის ფხვნილი. პირველ რიგში ხილი კარგად გარეცხე და ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე, ან დეჰიდრატორში გააშრე. ამის შემდეგ ხილი ბლენდერის ან საფქოვის მეშვეობით შეგიძლია ფხვნილად აქციო. მიღებული ფხვნილი ვიტამინების მისაღებად სალათებს ან სმუზებს მოაყარე. მგრძნობიარე კუჭისთვის მცირე რაოდენობით დაიწყე და ნელა გაზარდე. დღიური დოზა 1 ჩაის კოვზია. ეცადე არ გადააჭარბო, რადგან ძალიან ბევრმა შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. მოერიდე მის მიღებას ჩაისთან ან ყავასთან ერთად, რადგან ის C ვიტამინს შეიცავს, რომელიც შეიძლება ტანინებმა გაანადგუროს. ფხვნილს აქვს სხვადასხვა ეფექტი, განსაკუთრებით როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმს ჟანგვითი სტრესის განიცავს. მას საჭმლის მონელების სტიმულირება, მეტაბოლიზმის აჩქარება და სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის რეგულირება შეუძლია. ეს ფხვნილი ასევე შეიძლება თმის გასაძლიერებლად, თმის ზრდის ხელშესაწყობად და ქერტლის საწინააღმდეგოდ, ასევე თმის ბუნებრივი ფერის დიდხანს შესანარჩუნებლად გამოყენებულ იქნას როგორც ნიღაბი. ის ხელს უწყობს თმის ზრდას. მასში არსებული საკვები ნივთიერებები სკალპის სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს და ამით ხელს უწყობს გრძელი, ჯანსაღი თმის ზრდას. აძლიერებს თმის სტრუქტურას ფესვიდან ბოლოებამდე. საამისოდ ის წყალში აურიე, რომ პასტა წარმოიქმნას და ნოტიო თმების ძირებში შეიზილე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანე. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.